გამარჯობა, მოგესალმებით. აი ზუსტად მე მგონი არც დავაგვიანეთ, არც ადრე არ მომივიდა, ზუსტად 4 საათზე შემოვედი ლაივში. ისე მოხდა ჩვენგან სრულიად მოულოდნელად, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ წერლები მიდიოდნენ სკოლებში, ხვდებოდნენ ბავშვებს, მოსწავლეებს, კლასებს, მივდიოდით ბაღებში, ბაღის ბავშვებთან, მაგრამ აი ისე მოხდა, რომ სრულიად მოულოდნელად ჩვენი ეს რეალური შეხვედრები გადავიდა ვირტუალურ რეჟიმში. იმედია, რომ ყველაფერი ჩაივლის, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, როგორც ვირტუალურად, ასევე რეალურად. ახლა მინდა წაგიკითხოთ ზღაპარი, თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუტუსურა, მაგრამ სანამ კითხვას დავიწყებ, მანამდე მინდა გაჩვენოთ ეს ულამაზესი წიგნი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი ილუსტრატორი ლელა ცინაძე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გაფორმებული წიგნია. თქვენ დარწმუნებული ვარ, გუნდა სხვა ამბებიც იცით და ძალიან გამიხარდა, როდესაც გამომცემლობა პალიტრეებმა შემომთავაზა, მეც შემომთავაზა ერთ-ერთი ზღაპარი დამეწერა თოვლის გუნდაზე. ვიფიქრე და რადგან ბუები ძალიან მეყვარს, ამიტომ გადავწყვიტე თოვლის გუნდასთვის პატარა თეთრი ბუ დამემეგობრებინა, ასე ვთქვათ და ამ ბუს დავარქვი სახელი ტუსურა. თუ არ იცით რას ნიშნავს ბუტუსურა, გეტყვით რომ რაღაცნაირად ჩვენ დღევანდელ ყოფაში მყოფ ადამიანებს ნიშნავს. ანუ ადამიანებს, რომლებიც სახლიდან არ გადიან, რომლებიც მოწყენილები არიან, სულ შინზიან, არ აქვთ ურთიერთობა მეგობრებთან და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ძალაუნებურად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით და რადგანაც არ მოვიწყინოთ და ცოტა გავერთოთ და გავხალისდეთ და არ დავჩეთ ბუტუსურებად, ამიტომ ხშირად ვიკითხოთ ხოლმე თუნდაც მხიარული ზღაპრები. ახლა კი გადავიდეთ და დავიწყებ კითხვას. მაშ ასე, თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუტუსურა. ზამთრის ერთ სუსხიან დღეს თოვლის ერთმა ფუნფულა ღრუბელმა გადაწყვიტა ისეთი ადგილები მოეძებნა, სადაც გათოვდებოდა. გუნდაც მაშინვე ფუნფულა ზურგზე შემოუსკუპტა, ძალიან უნდოდა გასეირნება. ფუნფულა ღრუბელი ჯერ ერთი ქალაქის თავზე გაჩერდა, მერე მეორე ქალაქის თავზე, მერე ერთი სოფლის თავზე, მერე მეორე სოფლის თავზე. ქალაქებს იმით იწუნებდა, კორპუსებითა და მანქანებითაა გადაჭეტილი და იქ თოვლის ადგილი აღარ არისო. სოფელს იმით იწუნებდა, თოვლი რომ მოდის, ყველა სახლებში იკეტებაო. მოკლედ ვერა და ვერ ამოარჩია გასათოვებელი ადგილი. გუნდა თავდაპირველად ცნობის მოყარედ ათვალიერებდა ქალაქის დიდ შენობებსა და სოფლის პატარა სახლებს, მაგრამ ბოლოს დაიღალა. ცოტა მოშიდა კიდეც და აწუწუნდა, მომწყინდა სეირნობა, დაუბრუნდეთ რა. უჰუჰუ, ეგ რა მითხარი შეწუხდა ფუნფულა ღრუბელი. მოდი იცი რა ვქნათ, შენახლა ჩახტი, ცოტა გაისეირნე, მე კი როცა თოვლისთვის ადგილს შევარჩევ, მაშინვე მოგაკითხავ. კარგი, დაეთანხმა გუნდა, ღრუბელს ფუნფულა ლოყაზე აკოცა და ბერტ არც ქალაქში და არც სოფელში ერთი დიდი და ლამაზი ტყის პირას დაებერტყა. მოდით ამ ილუსტრაციებიც ვნახოთ, ხო? დაებერტყა, მაგრამ წამოდგომა ვეღარ მოასწრო. მოულოდნელად ვიღაცამ იცევ ცაში აიტაცა. ეს ჩემი ფუნფულა ღრუბელი არ იქნება. ის ასე სწრაფად ვერ გამაქროლებდა. აიმე ალბათ ურჩხულია, ხო, ნამდვილად ურჩხულია, დიდი და საშიში. მალე გააღებს პირს და გადამკლაპავს, გაიფიქრა გუნდა, შიშისგან თვალები დახუჭა და ის იყო მიშველეთო უნდა ეყვირა, რომ სადღაც ჩამოსვეს. როგორც იქნა გიპოვე, მოესმა ხმა. გაოცებულმა გუნდამ ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე მეორე და დაინახა, რომ უზარმაზარ თეთრ ბუსთან ერთად ვეებერთელა ხის ტოტზე იჯდა. ჩემო ყველაზე ლამაზო, ჩემო ყველაზე თვალხატულა, აკოთქოთ და ბუ. მერე თოვლის გუნდას ეცა და მთელი ძალით ჩაიხუტა. სად გაიპარე? აი რატომ გაიპარე? რა არ ვიფიქრე, მგელმა ხომ არ შეჭამა მეთქი, ან მელაკუდამ ხომ არ შეჭამა მეთქი, ან ტურამ ხომ არ შეჭამა მეთქი. მთელი დღეა ფრთები ჩამომწყდა შენს ზებნაში.
ბუმ უკან დაიხია, გუნდა შეათვალიერა, მერე ისევ ეცა და ჩაიხუტა ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, რა ბედნიერია შენი დედიკო ცოცხალს რომ ხედავს. გუნდამ თავი ძლივს გაითავისუფლა და თეთრ ბუს გაოცებულმა ჰკითხა: დედიკო, თქვენ გონიათ რომ ჩემი დედიკო ხართ? ღმერთო კი მომკალი, ვეღარ ვცნობ დედიკო, წამოიკივლა ბუმ და ფრთების სახეზე შემოიტყა: დავიღუპე, ნამდვილად სიცხე გაქვს, თუმცა გექნება აბა, არ გექნება ამ ყინვაში სად დახეტიალობდი ვინ იცის. ხო, მაგრამ მე თქვენი შვილი არ ვარ, აბუთფუთ და დაბნეული თოვლის გუნდა. არა, ბოდავს, ნამდვილად ბოდავს. ახლა შუბლზე იტკიცა ფრთა თეთრმა ბუმ და თვალები აატრიალა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წავიყვანო. მართალია, ჩემზე გაბრაზებულია, ყველაზე ხშირად მაწუხებსო, მაგრამ რა ვქნა? ბავშვს ხან ყელის ტკივა, ხან თავის ტკივა და ხანაც არაფერი. მართლა არ ვარ თქვენი შვილი, მართლა მე თოვლის გუნდა ვარ, გაჯიუტო თოვლის გუნდა. კი დედიკო, კი, თოვლის გუნდასავი თეთრი და ფუმფულა, ნამდვილად ხარ. მიეფერა თეთრი ბუ, მერე უცებ დაეჭვდა, უკან დაიხია, გუნდას დააკვირდა, ის კი არა, აქეთ-იქითაც დააბზრიალა და მოთქმით აზლუქუნდა. ვაიმე, მართლა თოვლის გუნდა ყოფილხარ, არა და როგორ გავხარ ჩემ შვილიკოს, ჩემს დაკარგულ პატარა ბუს. შვილი დაგეკარგათ? თოვლის გუნდას ისე შეეცოდა თეთრი ბუ, ისე შეეცოდა, რომ თვალებზე ცრემლები მოადგა. დამეკარგა კი უფრო მეტად აზლუქუნდა თეთრი ბუ და ვინ იცი ცოცხალიც აღარა. სულ ცოტა ხნით დავტოვე მარტო ფუღუროში და რომ მობრუნდი, აღარ დამხვდა. ასე ნუ ნერვიულობთ, აუცილებლად იპოვით. ბუს დამშვიდება სცადა გუნდამ. თეთრმა ბუმ ხეზე შერჩენილი ფოთოლი მოწყვიტა, ცხვირი ხმაურით მოიხოცა და ამოიოხრა. არ ვიცი, მთელი დღეა ვეძებ და არსად არაა. თითქოს გაქრა ჩემი პატარა ბუტუსურა. მაპატიე თუ შეგაშინე, ახლა უნდა წავიდე და მანამ უნდა ვეძებო, სანამ არ ვიპოვი. თეთრმა ბუმ ფრთები გაშალა და სწრაფად გაფრინდა. აუცილებლად უნდა დავეხმარო შვილის პოვნაში, გადაწყვიტა თოვლის გუნდა. ტოტიდან ჩამოხდა და პატარა თეთრი ბუს მოსაძებნად ბილიქს გაუყვა. მიდიოდა და ხან წითლად დანთებულ ასკილის ბარდებში იხედებოდა, ხან ნაძვის მიწამდე დაშვებულ ტოტებ ქვეშ. ის კი არა, თაგვების ერთი ბეწო სოროშიც კი შეიჭრიდა. მაგრამ ამაოდ პატარა ბუ არსად ჩანდა. ამასობაში ტყის შუაგულში სოკოებით დაფარულ მინდორზე გავიდა, გაახსენდა, რომ მთელი დღის მშიერი იყო და ერთ ბუთქუნა თეთრ ქუდა ქამა სოკოს წაეტანა მოსაწყვეტად. მაგრამ მოულოდნელად დაუჯერებელი რამ მოხდა. სოკო არც მეტი, არც ნაკლები, სწრაფად გაბაჯბაჯდა. გუნდამ თვალებს არ დაუჯერა. მობაჯბაჯე დათვის ბელი ენახა, როგორ არა, მაგრამ მობაჯბაჯე სოკო არასდროს. მოიცადე, დაუძახა და სოკოს გამოუდგა. მიბაჯბაჯებს სოკო, მისდევს გუნდა. მისდევს გუნდა, მიბაჯბაჯებს სოკო. ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, მაგრამ უცებ სოკო ხეს დაეჯახა, ქუდი მოსძრა და რა სოკო, რის სოკო, გუნდას პატარა თეთრი ბუ შერჩა ხელში. შენ ბუტუსურა ხომ არ ხარ? კითხა გუნდამ. ბუტუსურამ შუბლზე ამოსული კოპი მოისრისა, მერე გუნდას დიდი ლამაზი თვალებით ახედა და თავი დაუქნია. მე ვარ, ხო, რა გინდა? რა კარგია რომ გიპოვე. მე რომ მიპოვე და რატომაა კარგი? აბურტყუნდა ბუტუსურა. იმიტომ რომ დედიკო გეძებს, უთხრა გუნდამ. დედიკო მეძებს. მერე რატომ მეძებს? ფრთები აიჩეჩა ბუტუსურა. როგორ თუ რატომ გეძებს? გაუკვირდა გუნდას. იმიტომ რომ დაეკარგე. შენ ვინ ხარ? ბუტუსურა გუნდას დააკვირდა. მე თოვლის გუნდა ვარ, გაუღიმა გუნდამ. მე ბუტუსურა. ისე უთხრა, თითქოს გუნდამ მანამდე არ იცოდა მისი სახელი და გააგრძელა. კი არ დავიკარგე, ფუღუროდან წამოვედი, თანაც შემინებით და საერთოდ აღარ დავბრუნდები. დიახ, ბუტუსურამ სოკოს ქუდი აიღო და თავზე ჩამოიფხატა. კი, მაგრამ რატომ? უფრო მეტად გაუკვირდა გუნდას. იმიტომ რომ გაბრაზული ვარ, ჩაიბურტყუნა ბუტუსურამ. დედიკოზე ხარ გაბრაზებული? მიხვდა გუნდა. დედიკოზე ვარ გაბრაზებული, თავი დაუქნია ბუტუსურამ.
არა და რა კარგი დედიკო ყავს დანანები თქვა გუნდა. მე ვინ ამბობს რომ ცუდი დედიკო მყავს, მაგრამ არსად არ მიშვებს, არსად გაცივდებიო, სულდო შეგეყრებაო, მგელი შეჭამსო, არავისთან იმეგობროო, რამე არ გადაგდონო, ესაო, ისაო, ხოთ ფუღუროსთან ახლოს ხის ტოტზე შემიძლია თამაში, თანაც მარტოს და მაშინაც იმდენ ტანსაცმელს მაცმევს, რომ ვერც კი ვხტუნაო. ხო და არ დავბრუნდები, არ მინდა ფუღუროში მარტო ჯდომა. მეგობრები მინდა მყავდეს მათთან ერთად თამაში მინდა. პატარა თეთრ ბუტუსურას ისედაც ბრჭყვიალა თვალები, ცრემლმა კიდევ უფრო მეტად აუბრჭყვიალა. მეგობრები არ ყავს, გაუკვირდა გუნდას. არა, სულ მარტოა, მართლა ბუტუსურასავით. ჩაიბუტბუდა ბუტუსურა. ხო და გაბრაზული ვარ. აი როგორი გაბრაზებულია, ხო? გუნდა ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე ჰკითხა: ტუსურა, დედიკო მიცის რატომ ხარ გაბრაზებული? არაფერიც არ იცის. რომ ვუთხრა, მაინც ვერ გაიგებს და აბა რა აზრი აქვს? არა და მიყვარს დედიკო, მაგრამ მაინც გაბრაზული ვარ. გაიმეორა ჯიუტად. მე კი მგონია, რომ თუ ყველაფერს აუხსნი, აი რაც გაწუხებს, შენი დედიკო ყველაფერს აუცილებლად გაიგებს. მართლა დაფიქრდა ბუტუსურა. მართლა, აბა რა, წამოდი მე წამოყვები და უთხარი, რაც გინდა, შესთავაზა გუნდა. როგორ არ მინდა, გაუხარდა ბუტუსურას, თოვლის გუნდას ხელი ჩაკიდა და ფუღუროსკენ გაბაჭბაჭდა. დედა ბუ ფუღუროსთან ტოტზე იჯდა და ხმამაღლა მოთქვამდა: როგორ ვერ ვიპოვე ჩემი პატარა ფუმფულაშვილიკო, ალბათ მგელმა შეგჭამა, ან მელაკუდამ, ან ტურამ. პატარა ბუტუსურას შერცხვა დედიკო ასეთ დღეში რომ დაინახა და მთელი ხმით ასძახა: დედიკო, აქ ვარ, ცოცხალი ვარ. რაო? დედა ბუ სწრაფად ჩამოფრინდა ტოტიდან, შვილი მთელი ძალით მიიხუტა და გახარებული აკოთქოთდა: ჩემო ყველაზე ლამაზო, ჩემო ყველაზე თვალხატულა, ცოცხალი ხარ, როგორ მანერვიულე, რატომ მანერვიულე? იმიტომ რომ აბურტყუნდა პატარა ბუტუსურა. აუხსენი ტუსურა, ნუ გეშინია, გაუღიმა თოვლის გუნდამ. რა უნდა ამიხსნა, რა ხდება? დედა ბუ შულს გაოცებით შეხედა. რა და ტუსურამ გამბედაობა მოიკრიბა. იცი რა დედიკო, მარტო თამაში აღარ მინდა. მაგაზი ადვილი რა, დედიკო გენაცვალოს, წამოიძახა ბუმ, მე გეთამაშები. დედიკო, შენც მეთამაშე, მაგრამ მე მეგობრები მინდა მყავდეს, ძალიან მინდა, მათთან ერთად მინდა თამაში, კიდევ მათთან ერთად ტყეში რომ გამიშვა ხოლმე სასეირნოდ. დედა ბუს ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა შვილის თხოვნა, მაგრამ მერე დაფიქრდა და უთხრა: ჩემო ჭკვიანო პატარა ბუ, აქამდე ამაზე როგორ არ ვიფიქრე, უნდა ყავდეს მეგობრები, აბა მათთან ერთად უნდა თამაშობდე და სეირნოდე კიდეც, აბა რა? მართლა ასე ფიქრობ? გაუხარდა პატარა ბუს. დედიკო ჩაეხუტა, მერე უცებ დაამატა და დედიკო, ასე თბილად ნუ მაცმევ ხოლმე რა, ვეხარ ვინძრე, ამას უყურეთ ერთი რამდენი მოინდომა. ახითხით და დედა ბუ, ამ დროს სულაც არ გაცმევ 2 მაისურს, 2 სვიტერს, 3 ქურთუქს, 4 შარვალს, 3 თათათმას გიკეთებ და 4 ქუდს გაფარებ. ღმერთო ჩემო, მართლა რამდენია? დედა აქამდე როგორ მიძლებდი? არა, ამდენს არასდროს აღარ ჩაგაცმევ. გუნდა, მართლა ყველაფერი გაიგო დედიკომ, რა კარგია რომ მათქმევინე გახარებული ტუსურა ახლა გუნდას ჩაეხუტა. აი შენი პირველი მეგობარიც, სიყვარულით დახედა შვილს დედა ბუმ. ხო, ჩემი პირველი მეგობარი. თვალები აუციმციმდა პატარა ბუტუსურას. ხო, შენი პირველი მეგობარი. თვალები აუციმციმდა თოვლის გუნდასაც. მერე კარგახანს ითამაშეს, მანამდე სანამ გუნდას ფუმფულა ღრუბელმა არ მოაკითხა. ხვალაც მოხვალ ჩემთან სათამაშოდ, ასძახა ბუტუსურამ უკვე ღრუბელზე შესკუპებულ მეგობარს. ხვალ არ ვიცი, მაგრამ მალე აუცილებლად გნახავ. მანამდე კი ახალი მეგობრებიც გაიცანი. ისინი შენი ირგვლივ არიან. ხელი დაუქნია გუნდამ ბუტუსურას და მერე ფუმფულა ღრუბელს ჩაეხუტა. ისეთი ბედნიერი იყო, თითქოს რაღაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა. არ ვიცი და თქვენ როგორ ფიქრობთ?